ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ძალიან საეჭვო ხელშეკრულებაზე დაიწყო საუბარი, რომლის დეტალებიც დღემდეც არ ვიცით. სიუჟეტში თქვენ ნახეთ, რომ გასაიდუმლოებულია, გრიფით საიდუმლოადებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე დაიწყო ხმამაღლა საუბარი და გარკვეული გაგებით ზედმეტად ხმამაღლათაც ქუჩაში, გახდათ ჩემი სტუდიის დღევანდელი სტუმარი ნიკა შურღაია, ფინანსისტი, რომლის წარდგენის შემთხვევაში არ ვასახელებთ ხოლმე ბევრ კარგ საქმეს, რომელსაც ნიკა აკეთებდა. აქ ის შემთხვევა უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ნიკა პირდაპირ გაგებით წლების განმავლობაში საქართველოს დასუფთავებით ნაგვის გატანით არის დაკავებული, სამოხალისეო სამუშაო არის ქვეყნის დასუფთავება, მოწესრიგება. ამ მხრივ მაინც რო იწოდეს ფართო საზოგადოებამ, რა ხალხი დგას რუსთაველზე და ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველზე რომელიმე დაკავებული მიმართ გვიჩნდება ეს განწყობა, რომ აი ეს შეიძლება ხო უნდა დაეკავებინათ რა პრობლემაა. ყველას მიმართ ესეთ გაოცება გვიპყრობს ხოლმე. და ამ შემთხვევაშიც ნიკა იყო დაკავებული და 2 კვირით იზოლირებული ფოთის იზოლატორში ყავდათ გადაყვანილი. ნიკასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ ამ ხელშეკრულებაზე დეტალურ საუბარს, იმის ახსნას თუ რა უნდა, რას აკეთებს, რატომ აკეთებს ივანიშვილი, ქვეყანა რითი დაზარალდება ამის გამო და სხვადასხვა ინსტიტუტებს რა პოზიციები უნდა ქონდეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე მინდა ვკითხო მისი გამოცდილება 2 კვირიანი პატიმრობის ფოთში. ნიკა, რა განწყობით გამოხვედი საპატიმროდან? გამარჯობა გიორგი, მივესალმები დროების ფორმულის მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის და ძალიან ისე მოკლედ ვიტყვი ამ ფოთის გამოცდილებაზე. ჩემთვის გამოვიდა ძვირფასი გამოცდილება. აი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს შემოხვედრა, ეს განსაცდელი ერთგვარი და მეორექვი საჩუქარი გამოვიდა, იმიტომ რომ გავიცანი ძალიან საინტერესო ხალხი, გავიცანი და დავაკვირდი პოლიციის, პენიტენციარული სისტემის მუშაკებს, როგორ მუშაობენ, რას ფიქრობენ, გამოვცადე ზოგადად ეს იზოლირების პროცესი, ჩემი მეგობრები ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო და ბევრი სხვა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დაკარგული 2 კვირა მტკივნეულია, ამავე დროს აი რო მომცე არჩევანი კიდევ გავივლითი. აი ესე გავაკეთებდი. მადლობელი ვარ ღმერთის. მიუხედავად იმისა, რომ შენ როგორც მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში პოზიტიურ ჭრილში უყურებდი, როგორც გამოცდილებას ცხოვრებისეულს, მასზე რეფლექსირებ, მაგრამ ეს აჩვენებს ძალიან მძიმე ფაზაზე ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების კი არა განუვითარებლობისკენ სulis დაცემის ავტორიტარული დაღმასვლის, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებიც შენ ხარ და ბევრი სხვა კიდე ციხოიზოლატორებში ხვდებიან, მაშინ როდესაც მართლა ამ ქვეყნის გამყვლები და გამყიდველი ადამიანები ქვეყნის ინტერესების მილიონებს და ზოგიერთ შემთხვევაში მილიარდებსაც კი აკეთებენ. მილიარდებიან პროექტზე არის საუბარი, ოღონდ ეს ისე შემოიტანეს ქვეყანაში, რომ ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია მთელი ქვეყნისთვის, რომელთაც მთელი ქვეყანა ნახავს სარგებელს. აგვიხსენი, რა საფრთხეების მატარებელია ეს და რა შეჭირდება ეს ივანიშვილს? კი. ნიშნულოვანი პროექტია და მადლობა კიდევ ერთხელ ამ მოწვევისთვის. იმას ვიტყვი, რომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტი დრო ბევრად დავუთმო, რა გავაკეთოთ, რომ ამ დაღმასვლიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ, ვიდრე მორიგჯერზე აღნიშნოთ, რაც ცუდები არიან. მართლაც ძალიან ცუდია უკვე ქართული ოცნება, უკვე ძალიან ეს ამაზრზენი და აუტანელი. რა ვიცით? 6 მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტიციას პირდებიან, ეს არის 17 მილიარდი ლარი, საქართველოს წლევანდელი ბიუჯეტით 7 თვის ფული, ძალიან ბევრი ფული. ეს 2-ზე მეტჯერ აღემატება აქამდე გაკეთებულ ნებისმიერ ინვესტიციას საქართველოში დამოუკიდებლობის ისტორიაში, თუ გაკეთდა, რა თქმა უნდა. და ასე გავიგეთ, რომ მიწით შედის საქართველოს 30% გვექნება ჩვენ და 70% ექნებათ არაბებს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს. კიდევ რა ვიცით, ეს მიწა საკმაოდ დიდია, მთაწმინდა, ვერა, ვაკე, თავისი ყუსტებით რომ გავაერთიანოთ ამხელა ტერიტორიაა წანისში, ტყე-პარკი იყო იქ გაშენებული, იქ არის ბუნების ძეგლები, ანუ მტკვრის ჭალა, ბუნებრივი ტყეც გაშენებულიც, იქ არის რეპრესიის მსხვერპლების საფლავები, საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლების საფლავები და წყლის მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ქვეყნის მთავარი არტერია გადის.
რატომ შეიძლება იყოს ეს ვინმესთვის მიმზიდველი, რომელიც აქამდე დასასახლებლად ასეთი საინტერესო არ ჩანდა? ეს არის დღეს ვართ მსოფლიოს კლიმატის ცვლილების ფაზაში, საქართველოშიც იგრძნობა ეს და ბევრგან ძალიან იგრძნობა, მაგალითად თქვა, დელიში სასუნთქი ჰაერის პრობლემა არის, თეირანში, აქვე ირანის დედაქალაქში 5 მეტრიანი ღრმულებია მიწაში და საუბარია რომ გადავიტანოთ, მაგრამ სად გადაიტანონ, ახლა უზარმაზარი ქალაქია. სპარსეთის ყურეში ბევრგან არ იცხოვრებოდა, ისედაც ძალიან ძელი უდაბნო იყო და კიდე უფრო გაუდაბნოება ხდება და მოსახლეობის უზარმაზარი ზრდა და ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მთელი სერიოზულობით საუბრობენ, რომ 2-10 წლეულში და არც ისე შორს დედამიწის გარეთ იცხოვრებს ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ნაკლებ შეძლებულები და დედამიწაზე ჩამოსვა ერთგვარი ესეთი პრიზი იქნება რა, დასასვენებლად კურორტზე ჩამოვლენდა. ამ დროს ამ გაუსაძლისი კლიმატის პირობებში ჩვენ გვაქვს მეჩხერად დასახლებული შედარებით ქვეყანა, მწვანე, კარგი წყლის რესურსებით, კარგი კლიმატით და რატომაც არა. ანუ ასე ჩანს, რომ ბატონმა ივანიშვილმა აღმოაჩინა ახალი რესურსი. მოდი გავყიდოთ ქართული მიწა-წყალი, შემოვიყვანოთ აქ უცხოელები და დავასახლოთ. ქართველებს ისაც გვეუბნებიან ერთი ვითომ ფილოსოფოსის პირით, რომ წადით ვისაცგინა და მართლაც ქართული ოცნების პირობებში 312,000 ადამიანს დატოვებული აქვს საქართველოს მოქალაქე საქართველოს და 266,000 წასულია და 272,000 უცხოელია შემოსული. ეს არის რაც ვიცით და ისიც ვიცით, რომ როდესაც ბატონ ივანიშვილს ფულის შესაძლებლობა აქვს ძალიან მიიწევს იქითკენ გავიხსენოთ თუნდაც თრიაქის მოყვანის პროექტი, რომელიც მას სურდა, რომ მზად იყო, რომ საქართველოში აქ თრიაქის პლანტაციები გაგვეშენებინა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან უყვარს ფული. რა ვიცით კიდევ სჭირდება მას პოლიტიკური მხარდაჭერა. ვნახეთ მისი ჟესტიკულაცია, სხეულის მოძრაობები და სახის გამომეტყველება როცა ხდებოდა ბატონ ნაჰიანს, როცა ის სტუმრად იყო ჩამოსული და ჩვენი მთავრობის წევრები ხომ ორივეს ფეხქვე შეგებოდნენ. მას სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, უკვე ქონდა იქ რაღაც აღებმიცემობა, გიორგი ბაშიაშვილი იმ ქვეყნიდან მოიტაცა, მას დაუთმო საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ფედერაციაში ადგილი გაერთიანებულ არაბის ემირატებს და რაღაცა პატარა ეს უკვე გზები გაჭრილია, ასე ვთქვა და ბატონი ნაჰიანი ისე არ დადის ახლა საქართველოში სხვა ქვეყნებში ვინმეს მოსაკითხად პატარა ქვეყნებში იმ ფული კიდე უფრო მეტად უყვარს სავარაუდოდ და გავლენაც და ხედავ შესაძლებლობას ფულიც იშოვოს და მე ასე შევხედავდი, რომ ეს შეიძლება პირველი პროექტი იყოს ბატონ ივანიშვილისთვის და ეს თუ გაუვიდა, ამას მოყვება და მოყვება, მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ რა შეიძლება იყოს ეს პროექტი. ერთი მხრივ ვითომ ნორმალურია, რომ გაასაიდუმლოებს პროექტი, რომ კომერცულია. მეორე მხრივ რა უფლება აქვს საქართველოს ხელისუფლებას დე ფაქტოს, რომ ამ ხელა პროექტზე ხელი მოაწეროს, ქართული მიწა წილში შეიტანოს რაღაც ერთობლივ საწარმოში და მოსახლეობასთან საერთოდ არავითარი კონსულტაცია არ გაიაროს. ეს რაზე საუბრობს? ჩვენ გვისაუბრია დროების ეთერში ექსტრაქციულ და ინკლუზიურ ეკონომიკაზე. ანუ ინკლუზიური ეკონომიკა, სადაც შენ გინდა რომ შენ მოსახლეობას, საზოგადოებას აძლევ შესაძლებლობას, რომ იმუშაოს, ბიზნესი აკეთოს, იღებ გადასახადს და ასე მუშაობს ქვეყანა წინ მიდის. და არის ექსტრაქციული, როდესაც შენ რესურსებს ფლობ, ნავთობს, რაღაცა წიაღისეულებს, იღებ, წოვ, ის ხრის ფარასავით აყავს შენი ხალხი, ნუ ზოგიერთ ქვეყანა ასე იქცევა და შენ ზევიდან აზიხარ და მართავ წოვ ამ სიმდიდრეს, ეს ექსტრაქცია გამოწოვას ნიშნავს და ექსტრაქციული ქცევა თავისთავად რომ არავის არაფერს არ ეკითხება, ასაიდუმლოებს პროექტს და მით უმეტეს მაგალითზე გვაქვს, სახეზე გვაქვს მაგალითი, როდესაც ნამახვანის პროექტში 380 მილიონი დოლარი დაგვაკისრა არბიტრაჟმა და ეხლა 450 მილიონი დოლარზეა საუბარი და აუცილებლად წაგებული ფული ეს გარდაუვლად. შესაბამისად, ეს ადამიანი ასე იქცევა, იმიტომ რომ ცაქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნა და სავარაუდოდ დისკომფორტულია მისთვის, რომ ეს გაამჟღავნოს. კიდე რა ვიცით? 1 მილიონი კვადრატული მეტრი აშენდებაო ბატონმა კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ოფისის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც რუსთაველზეა. ჯერ რუსთაველზე ყოფნაზე ვთქვათ, რუსთაველი ისედაც ხომ ყელში ეჭხირებათ პროტესტი რუსთაველზე, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი რეჟიმებისთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის გამოხატვა და მერე ძალიან ეჭხირება ყელში, იმიტომ რომ ის
სოფის იქ რომ არის არაბები ხედავენ ამას და ესე იგი კარგად ვერ აკონტროლებს ეს ქვეყანას და იქ თავისი პრესტიჟის დამტკიცებაც სჭირდება. ამიტომ ძალიან გამალებით შეეცდება და არაფრით არ არის რუსთაველი დასათმული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს არ დავთმო. ისეც მნიშვნელოვანი იყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ცდილობს ერთპირ ფაშა, მეფე, რა ვიცი, პრინცი, რაც გინდა დაარქვი, ფადიშაჰი გახდეს ქვეყნის და ფაქტობრივად ნაწილობრივ უკვე არის თავის ქცევაში. ხა მოდით მილიონ კვადრატულ მეტრზე ვისაუბროთ. 6 მილიარდ ნახევარით მილიონი კვადრატული მეტრი რომ ააშენო 6500 დოლარის თვითღირებულება გამოდის კვადრატულ მეტრზე. ფანტასტიკურად დიდია, ანუ გამორიცხული ასეთი თვითღირებულების რა უნდა ააშენონ და მეორე მხრივ აქედა ეს პროექტი მომგებიანი გამოვიდეს 10-11000 დოლარად უნდა გაყიდო კვადრატული მეტრი, რომელიც ასევე აბსურდულია. თბილისში საუკეთესო უძრავი ქონება, თქვა 2.5 შეიძლება 3000 დოლარი ხდება. საუკეთესოზე საუკეთესო. ხა ეს ლოკაცია არ არის საუკეთესო თბილისისთვის და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული მიმზიდველობები აქვს, გამორიცხული ასეთი ფასი. შესაბამისად, ან ეს პროექტი წამგებიანადაა დაგეგმილი და ესე იგი რაშიდებს ჩვენს მიწას, ან სხვა რამე აქვს თავში და მოდით გავიხსენოთ ბატონ ივანიშვილის ქცევები. სულ ცოტა ხნით მოვდივარ პოლიტიკაში და წავალ. ერთი წელიც მაცალეთ და ყველაფერს დავალაგებ. რუსული კანონის უკან გაწვევა. აი ომი მალე დამთავრდება, ცოტაც მოვითმინოთ ერთი წელიც არ უნდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანი, როდესაც სიძნელეს აწყდება, უკან დაიხევს, ყველა ფორმას იღებს. ანუ ის არის როგორ ვთქვა, ხა აი არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო რა. ანუ ყველანაირ ნემსის ყუნჩი გაძვრება, რაღაცას იზავს თავს მოიკატუნებს, ან ძალიან ძლიერად და შიშის მონგრულად მოგეჩვენება, ოღონდ თავის მიზანს მიაღწიოს. ნამდვილი აი მაკიაველისტური ცუდი ძალების მატარებელია და შესაბამისად ის რომ ეს ახლა ვითომ გვიცურებენ რომ კარგი და საინტერესო პროექტია, სინამდვილეში მე მეუბნება რომ საკმაოდ დიდი ეკონომიკური ინტერესებიც აქვს თავისთვის და თუ ესე გაცურებით არ გამოვა, მე ძალასაც გამოაჩენს და ყველაფერს და საბოლოო ჯამში მოდით ეკონომიკურად რა შეიძლება აინტერესებდეს შევხედოთ. ის არის ცემენტის ქახნის მნიშვნელოვანი წლის ფლობელი ჰაიდელბერგის, მისი ღორღი და ესეთი ინერტული მასალების წარმოებები მისია. რა ფულის საწავა ამ საიდუმლო პროექტში ვინ არის გამკონტროლებელი? ჩალით დახურული ქვეყანა გახადეს ბანანის რესპუბლიკა, ანუ ბანანის რესპუბლიკა, ანუ ვინ არის გამკონტროლებელი? ახლა თქვა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ისტორიაც რო გავიხსენოთ, ანუ წლები ფული იკარგებოდა, იქ მინისტრი ფულს იპარავდა, რა ვიცი, რამდენ ხალხს. ხო და ყველაფერი ღარიბაშვილზე უფრო ცხელია კიდე ეგერ ბაკურიანის ისტორია. წლების განმავლობაში მთელს კომპლექსებს აშენებდა ადამიანი და კომპანია თავის საბაგიროებით, სასრიალო ტრასებით და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს ყველაფერი უკანონო იყო. აი ანეკდოტური არის სინამდვილეში, მაგრამ ეს მეტყველებს დრამატიზმზე, რომელიც არის ქვეყნის შიგნით ზოგადად კანონებთან, წესთან, სისტემასთან ურთიერთობაში. სრული განუკითხაობა გვაქვს. და განკითხვა იწყება იმის მიხედვით, რა პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთება იმ ეტაპზეც. ახლაც ეთყობა ამ კონკრეტული ბიზნესმენის და ამ ბიზნესის დამკრიშავი კრიშა აღარ არის, კრიშა გადაძრა და ახალი კრიშების ძებნის პერიოდს უყურებთ ახლა ჩვენ საქართველოში. აღმოსავლური დიქტატურის ქცევა, რუსული დიქტატურის ქცევა, როდესაც ყველაფერი ზედაკაც ეკუთვნის ვითომ და ის დანარჩენები, რა ვიცი, ნახევრად ყმები არიან, ფეოდალური სისტემა, ესეთი ყალიბება და საქართველოს რეგიონებში სამწუხაროდ აი ესეთი ქცევები, აი ადგილობრივი პატარა მართველები, რომლებსაც ყველაფერი ემორჩილება, ვისაც უნდა სამსახურიდან გააგდებს, დაჩაგრავს. იქ მით უმეტეს, იმიტომ რომ იქ მანამდეც დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე შეემჩნეოდა ცხადია და აქ თბილისში მეტნაკლებად მაინც ეს რაღაც გამჭვირვალობის ასე ვთქვათ რესურსებს ექვემდებარება ქვეში ხო. ნიკა თავად ამ პროექტთან მიმართებაში ბევრი კითხვა არსებობს. ხედავთ რომ ეკონომიკურადაც ძალიან საეჭვო პროექტია. დემოგრაფიული თვალსაზრისითაც პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს იმ მიზეზების გამო, რაც შენ ჩამოთვალე და ისე იძახიან რომ რა უნდა თუ აქ არაბებს რატო ჩამოვლენ და ასე შემდეგ. ხანდახან მგონია რომ თავს ისულელებენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ კი შეძლებულ არაბებს დედამიწაზე არაერთი წერტილი აქვს, სადაც შეუძლიათ საკმაოდ ნორმალურად და კარგად იცხოვრონ, მაგრამ საქართველოს ამ თვალსაზრისითაც აქვს მთელი რიგი მიმზიდველობები, რის გამოც ჩვენი ქვეყნის სივრცე ტერიტორია ძალიან მიმზიდველი არის მსგავს რეგიონებში განსაკუთრებით მცხოვრები შეძლებული ადამიანებისათვის. შეიძლება ეს ნაწილობრივ ქვეყნის შემოსავლის წყაროც იყოს, მაგრამ გააჩნია პროპორციებს.
გააჩნია იმ დემოგრაფიულ გამოწვევებს, გააჩნია იმ ეკონომიკურ სტრუქტურას, რა მოდელის დღეს საქართველოში არის. ჩვენ ნელ-ნელა ვიღებთ ვითარებას, როდესაც აი მე შესავალ სიტყვაში ვახსენე, მათ შორის ინფლაციის მაჩვენებლები, ხო? როდესაც დიდი ფული ტრიალებს ძირითადად მაინც უკრაინის ომზე პარაზიტირების შედეგად გაჩენილი არხების მეშვეობით, ან ამ ტიპის გაუმჭვირვალე, გაურკვეველი პროექტების შედეგად ეს ფული გამოდის და სადღაც ილექება, მარტო ის ერთი ჯგუფი რა თქმა უნდა არ სარგებლობს, შედის ეკონომიკაში, ინარჩუნებს გარკვეულ მოთხოვნას, ზოგიერთ ნაწილში ზრდის კიდეც, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად ართულებს, იმიტომ რომ მისი წვდომა აი ამ სიკეთეებზე უფრო და უფრო რთული ხდება, ვერ მიყვება ამ განვითარებას თავისთავად. ეს ქმნის ძალიან არაპროპორციული განვითარების წინაპირობებს ქვეყანაში, რის გამოც მე ეს ქართველი იძულებული ხდება ქვეყანა წავიდეს და აი ამ მინიმალურ კეთილდღეობის სტანდარტისთვის იმუშაოს ევროპაში, შეერთებულ შტატებში ძირითადად და ხდება ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. აი შენ თქვი რომ გადავწყვიტე რომ ვისაუბრო როგორ უნდა იყოს და არა მარტო იმაზე რაც ახლა ფუჭდება, თუმცა ამას გვერდს ვერ აუვლით ხოლმე. ამ შემთხვევაში ქართული ბიზნესი, რომელიც უყურებს აი ამ პროცესს. როდესაც ივანიშვილი ვიღაცა დიდი ვეშაპების მეშვეობით ცდილობს რაღაცა ტიპის მოდელის შემოტანას და დამკვიდრებას საქართველოში. რატომ უნდა მოწონდეს მას თამაშის ასეთი წესები? გაურკვევლობა, სრული დაუცველობა, მათ შორის ეს ეკონომიკური მოდელები, რომელიც ქართული ბიზნესების მონაწილეობის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. აი ეს თუნდაც აი ავტოკრატიულ სისტემებთან შეზრდია ეს კლეპტოკრატიული ურთიერთობების წესები. არა მარტო კარგია რომ იზოლატორში შეიძინე გამოცდილება მათ შორის პენტენციალურ სისტემის თანამშრომლებთან, მაგრამ რა გამოცდილებაც ისედაც დიდი გაქვს, ეს არის ქართულ ბიზნესთან, საფინანსო სექტორთან ურთიერთობები. მათი განწყობებიც გვაინტერესებს და შენი ხედვა როგორია? აი ამ კითხვას დაუბრუნდები ორიოდე სიტყვით იქ დავამთავრებ ერთ აზრს. თუ ჩაუღრმავდებით ეს პროექტი რომ მომგებიანი გახდეს, უფრო სავარაუდოა რომ მილიონი კვადრატული მეტრი კი არა, 10 მილიონი კვადრატული მეტრი აშენდეს და 10 მილიონი კვადრატული მეტრი ნიშნავს 120,000-ზე მეტ ბინას და შეიძლება 9 მილიონამდე ადამიანს. და იმიტომ ვამბობდი, როგორც სulis ბატონი ივანიშვილი ნენელა თავის სიტყვას და სრულ სხვა რეალობაში აღმოგვაჩენს ხოლმე, რომ ჯერ ვითომ მდიდარი არაბების სახლები შენდება, ვილები და შემდეგი უზარმაზარი კორპუსები ისე აშენდება, რომ ვინ იქნება მაგის გამკითხავი. ფულის საწავა და როგორ წავა, ვინ იქნება მაგის გამკითხავი. როგორი რა მუშაკები ჩამოვლენ უცხოელები. რა ფულის წყაროებს მოიპოვებს იქიდან. ვინ ისარგებლებს ამით? ანუ ეს ვინ იქნება ამის გამკონტროლებელი რეალურად, რა მოდით ასე ვთქვათ რა და 9 მილიონი უცხოელი იქ მარტო არაბები არ არის, შეიძლება რუსები, ირანელები, თურქები, გვინდა, რა ვიცი ხა პაკისტანელები, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის სურვილი და მოლოდინი, რომ ასეთი დიდი ცვლილება მოხდეს დემოგრაფიული ქვეყანაში ხდებით და პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რატომ აკეთებს ამას და რას აკეთებს. ძალიან დეტალური კითხვები მე მოვამზადე, ჩემ Facebook გვერდზე დავდე, რჩევები მივიღე, ახლა გადავამუშავე, ახლა უკვე პირადად მივმართე რამდენიმე მეგობარს პროფესიონალს ზუსტად ბიზნესის წრეებიდან, რომ მათი აზრიც გავიგო, ვინც უფრო კონკრეტულად დეველოპმენტის სფეროშია გამოსტილი და ამ კითხვებს მე გადავცემ საპატრიარქოს აუცილებლად, იმიტომ რომ მე ველოდები რომ ყოველთვის საპატრიარქო სხვადასხვა აზრი ამაზე შეიძლება არსებობდეს, რამდენად ეფექტური იყო ეს და უნდა იყოს თუ არა სულიერი სამყაროს ღმერთის მსახური ფიზიკურ სამყაროში აქტიური და ანუ სხვა აზრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩვენი პატრიარქის ხანგრძლივი ლიდერობის პერიოდში საპატრიარქო ხალხთან ურთიერთობდა და კრიტიკულ მომენტებში ხშირად იღებდა ხოლმე დგამდა ნაბიჯებს. ახლა ეს არის ძალიან დიდი ტესტი ფიზიკურად დაუძლურებული პატრიარქის პირობებში, როგორ მოიქცევა ჩვენი საპატრიარქო, როგორ მოიქცევიან ჩვენი მღვდელმთავრები, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. ენა მამული და სარწმუნოება არის ისევ ქართველი ერის სამი დიდი საუნჯე, თუ ეს მხოლოდ ქაღალზე დარჩა და სხვა რამეები იქცა ჩვენ საუნჯებად. აი ეს კითხვები მაქვს და მე კარგს ველი, მართალი გითხრათ, კარგს ველი იმ გაგებით, რომ მგონია რომ
საკმაოდ ბევრი ჯანსაღი ძალა დარჩენილი არის საქართველოს ეკლესიაში და არ მინდა ხა ჩემი აზრით კითხვის ნიშნების გაჩენა, ანუ ვივსაუბროთ იმ ჯანსაღ ადამიანებზე, ვინც იქ არსებობენ, არ მგონია რომ მათ ეს საკითხი არ ადარდებდეთ. ამდენი უცხოელის ჩამოსვლა, ასეთი უთანაბრო განაწილება, ეს ტერიტორია ადრე საპატრიარქოსაც ეკუთვნოდა. ეხლა რატომ, როგორ და ეს კიდე სხვა საკითხია, როგორ გაიცვალა, რაში გაიცვალა და ახლა რა ხდება. და მთლიანობაში ეს ჩვენი წყლის რესურსები, ეს ჩვენი მიწა, ქართული მიწა, რომლებიც საქართველოს ქართული ერის სისხლზღვრიდა, შეიძლება იქ დაგირავდეს ბანკის კრედიტებში და აიკარგოს. აკრძალულია საქართველოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე და ფაქტობრივად ბატონ ივანიშვილი ამას აკეთებს შემოვლითი გზით. იმიტომ რომ თუ გაყიდვა არ შეიძლება მისი წილში შეტანა ფაქტობრივი გასხვისების ფორმა, რომელსაც შეიძლება მისი გაყიდვაც მოყვეს. ვინ გააკონტროლებს რომ პროექტი არ შეიცვალოს და იქ რამდენიმე ვილისგან არ გამოვიდეს და რაც არ რეალისტურია პროექტის მომგებიანებიდან გამომდინარე, რომ არ აშენდეს. მოხდეს მისი კორექტირება და რაც ხდება ხოლმე ფაქტობრივად კორპუსების დონეზე ხდება და აგერ ბაკურიანის პროექტზე რაზეც მითხარი ხა იქ ვერ მოხდება, ხო? ანუ ეს არის ჩვენ მოვითხოვთ, მე მოვითხოვ და რა თქმა უნდა სანამ პრიშისული მიდგას ამაზე არ გავჩერდები, მოვითხოვთ ინფორმაციას ქართველი და რა ინფორმაციას მივიღებთ, იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ეს არის ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა. ახლა რაც შეეხება ბიზნესს, გამორიცხულია რომ ბიზნესის უდიდეს ნაწილს ეს მდგომარეობა მოსწონდეს ზოგადად, ეს განუკითხაობა. ქვეყნებში, სადაც არ არის კანონიერება, ბიზნესი ვერ ყვავის. და ამას ეს დამტკიცებულია, ანუ არა მარტო ნობელის პრემიის მიმღები ავტორების მიერ, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრე აჯემოღლუს და რობინსონის მიერ, არამედ ჰარლის შესანიშნავი წიგნია, იქ არის ძალიან კარგი ეპიზოდი, საპიენსი, სადაც შედარებული არის მამამ ერთი შვილი ვაჭარმა, ერთი შვილი ჰოლანდიაში გაუშვა და მეორე ესპანეთში და ესპანეთში მეფემ დაატყუა იმის შვილი და ფული გამოზალა მამას და ჰოლანდიაში კარგი ბიზნესი დაიწყო, სასამართლო იყო, ყველაფერი იყო, გამდიდრდა და რა თქმა უნდა ინვესტიციები ჰოლანდიაში წავიდა და ჰოლანდია, რომელიც კოლონია იყო ესპანეთის, თავისუფლად და ბევრად უფრო ძლიერ ქვეყანა და იმპერიაც მსოფლიოს მაშინდელი უდიდესი იმპერია იყო ესპანეთი და შემდეგ წაიღო ეს იმპერია ჰოლანდიამ. პატარა ჰოლანდიამ მსოფლიოს ეგემონობა კარგად დიდი ხნით წაართვა ესპანეთს. იმის გამო რომ შექმნა ასეთი სისტემა და შემდეგ ბრიტანეთის იმპერიაც ემყარებოდა ამ ფინანსურ სწორ, თქვათ, კორპორაციებისა და ფინანსების მართვას ასე შემდეგ. ძირითადად. შესაბამისად ქართულ ბიზნესს გამორიცხულია რომ მოსწონდეს ასეთი განუკითხაობა, აქ ინვესტიცია და ინოვაციების შეჩერდება ისედაც შენელებული აშკარად, არ ღირს ახლა იმაზე წასვლა, რომ ისედაც პრობლემები ბევრი არის მშენებლობის სექტორში და ეს თვითონ იციან დეველოპერებმა და ახლა კონკურენციაში შედის სახელმწიფოს ხელით ბატონ ივანიშვილი ბიზნესთან ფაქტობრივად და კი ვიღაცები ისარგებლებენ იქ რაღაცას მიაწვიან, რაღაცას მიყედიან, შენ იმას გადმოგიდებ, შენ ამას, მაგრამ უმრავლესობა ბიზნესი აქედან წააგებს და მთლიანობაში ყველაზე დიდი კითხვა აქ არის რა, როგორი სახელმწიფო გვინდა ჩვენ ქართველებს, ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც ყველასთვის არის შესაძლებლობები, ქართული მიწით, ქართული წყლით, ყველა ქართველს შეუძლია თანაბრად ისარგებლოს, ნუ როგორ მარიფათიანად მოიქცეო, მაგრამ შესაძლებლობა სუმცირებ გვაქვს რომ ეს სარგებელი მივიღოთ, თუ ვიღაცა ბატონების ხედან ამაზე გველეშაპები და ჩვენ აქ მონებად დავდივართ, ყმებად დავდივართ და რას გადმოგვიგდებენ. კიდევ დეტალს დაუბრუნდები. კი ბატონო და მას ამ de facto ხელისუფლებას ვინმესთვის რამის მიცემა, პენსია იქნება თუ ჯანდაცვა თუ რაღაცა, იმდენად აინტერესებს, რამდენადაც იქიდან სარგებელს იღებს, ანუ ხმებს მიიღებს, მორჩილებას და ასე შემდეგ და რაც უფრო ნაკლები ძალა ექნება ხალხს, ანუ რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ივანიშვილი და იჯდება რესურსებზე, ანუ ნაჰიანის ფარველობით თუ ვისი ფარველობით შეძლებს რომ რაღაც პოზიციები საერთაშორისო დონეზე დაიბალანსოს, რამდენადაც შეძლებს ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს და არ კონდეს დამოუკიდებულება გარე სამყაროსგან, ანუ ნავთობი თუ გაგშენი, ვერაფერს ვერ გიშვებიან, ასე ვთქვა, ნუ რაღაცა რესურსი თუ გაგშენი, ძალიან ძნელია და ვითომ ამას სუვერენიტეტად აცხადებს, სინამდვილეში სუვერენიტეტი უდრის ივანიშვილის სუვერენიტეტი სხვა რამე არის, არავინ არა ბოლომდე სუვერენული, ყველა ქვეყანა ერთი მეორეზე დამოკიდებული და მისი სუვერენიტეტი ნიშნავს მჩაგვრელის პოზიციაში კარგად ყოფნას, ანუ ვერავინ რომ ვერ შეეწინააღმდეგოს. აი ესაა საკითხი. მადლობა ძალიან დიდი ნიკა. რუსთაველი ზუსტად აი ამ ჩაგვრელობის მორიგი მცდელობები არის და ამიტომ უნდა გადავინაცვლოთ. თავისუფლებას გისურვებ და იმ ბრძოლაში გამარჯვებას რისთვისაც შენ თანამებრძოლებთან ერთად ასე უდრეკად იბრძვი.